თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას განათლების გზამკვლევი. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მოგესალმებით, ეს გადაცემა განათლების გზამკვლევია. მე ნინი გიქოშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრზე, პროფესიულ სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტორზე. მე კი სტუმრად მყავს დღევანდელ გადაცემაში კოლეჯის ლოკალური მენეჯერი თამარ კელაყრიშვილი. მოგესალმებით, თამარ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგხვედით დღეს გადაცემაში. გამარჯობა ნინი, ძალიან მიხარია რომ დღეს ვარ შენთან და მიხარია ის რომ სწორედ შენი გადაცემის საშუალებით გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას გავზიაროთ ინფორმაცია არაჩვეულებრივი სიახლის შესახებ, რომელიც უკვე გვაქვს ჩვენს მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ქალაქ ვალეში. დიდი მადლობა. ახლა ვისაუბროთ, თვითონ გამარტოთ კოლეჯი რა არის კოლეჯი კონსტრუქტორი და რა არის მისი მიზანი. კი ბატონო. კოლეჯი კონსტრუქტორი ეს არის პროფესიული სამშენებლო კოლეჯი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა ქალაქ ზესტაფონში და კოლეჯის დამფუძნებლები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ასევე სამშენებლო კომპანია BK Construction. ზოგადად კოლეჯის მიზანი არის რომ საქართველოს შრომის ბაზარზე განავამზადოთ პროფესიონალი კადრები სამშენებლო მიმართულებით, რაც არის ნამდვილად დეფიციტური და ამავდროულად კოლეჯის მიზანი არის რეგიონების და მუნიციპალიტეტების განვითარება და სწორედ ამის ემსახურება ის, რომ ორივე მისამართი, როგორც ზესტაფონში, ასევე ვალეში არის პატარა ქალაქებში და არა ჩვენს დედაქალაქში და რომელიმე დიდ ქალაქში. ასევე გვინდა გავიგოთ რა ასაკის სტუდენტებს ეხებათ, ანუ ძირითადად რა ასაკის სტუდენტები არიან დაინტერესებული და რა ასაკიდან იწყება უშუალოდ სწავლება. კი ბატონო. კოლეჯ კონსტრუქტორში სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, არ აქვს მნიშვნელობა მათ, ასე ვთქვათ, გამოცდილებას, სამუშაო გამოცდილებას, მთავარი არის რომ მათ ქონდეთ საბაზრო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული არის ხოლმე პროგრამაზე მოითხოვება სრული ზოგადი განათლება და ერთადერთი მთავარი მოთხოვნა ეს არის мотиваცია, მონდომება რომ ისწავლონ, იშრომონ და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. და რა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს თავაზობთ? აი მოკლევადიანიც არის, გრძელვადიანიც როგორც ვიცი და გვესაუბრეთ ამ. კი ბატონო. კოლეჯი კონსტრუქტორი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი პროგრამებით, როგორც ახსენე, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი და თითოეული პროგრამა არის სამშენებლო მიმართულების, აი მაგალითისთვის გვაქვს მიარმატურე მექანიკის პროგრამა, გვაქვს ელექტროების პროგრამა, გვაქვს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პროგრამა. ზოგი მათგანი არის მოკლევადიანი, მაგალითად 4 თვენახევრიანი, ზოგიერთი მათგანი არის 1 წლიანი, 3 წლიანი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ თითოეული პროგრამა, რომელიც იქნება კონსტრუქტორში, იქნება კვლევის საფუძველზე, თავდაპირველად მიმდინარეობს კვლევა თუ რა პროფესია აკლია დღესდღეობით საქართველოს, ასე ვთქვათ, შრომის ბაზარს, რომელი კადრი არის დეფიციტური და სწორედ აქედან გამომდინარე იქნება უკვე ჩვენი პროგრამები. რომ შევეხო კონკრეტულად ვალეში ამჟამად მიმდინარეობს სწავლება ელექტრობის 1 წლიან სადიპლომო პროგრამაზე. ჩვენ უკვე 25 ნოემბრიდან დავიწყეთ სწავლა. ამჟამად მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში სწავლა და უკვე ძალიან მალე გადავინაცვლებთ ჩვენს კოლეჯში, ვალეში, ფიზიკურ სივრცეში და აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ წელს გვყავს 19 მსმენელი და უკვე მომდევნო წლიდან დაგვემატება ახალი პროგრამები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ მხოლოდ ელექტრობა გვექნება
გვეუბნებათ რაიმე სხვა ახალიც და ნელ-ნელა, როდესაც უკვე გავიხსნებით და გადავალთ ჩვენ სივრცეში, რა თქმა უნდა, დაგვემატება ახალი პროგრამები და ჩვენი, ასე ვთქვათ, ახალი მისამართი ვალეში გახდება უფრო მეტად მრავალფეროვანი, ყველა, ასე ვთქვათ, ინტერესის ადამიანისთვის. ასევე რახან ასაკში ხე ვიტყვი იმას, რომ ზოგადად პროფესიული სასწავლებელი გამოირჩევა იმით, რომ ძალიან ესეთი საინტერესო და შერეული ჯგუფი არის, ხოლმე როგორც ასაკობრივად, ასევე პროფესიების მიხედვით. მაგალითად, დღეს ჩვენს ელექტროების პროგრამაზე სწავლობს როგორც 60 წელს გადაცილებული მსმენელი, ასევე ყავს 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც წელს დაამთავრა სკოლა და პირდაპირ ჩააბარა ჩვენთან. ასევე არის ის, რომ საინტერესო, რომ თითოეული მათგანი არის სხვადასხვა ცოდნის გამოცდილების მატარებელი, თუმცა ეხლა ისინი ერთად იწყებენ, ასე ვთქვათ, თავიანთ თავგადასავლას ჩვენთან ელექტროების პროგრამაზე და ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი გარემო იქნება ხოლმე. ძალიან კარგი. როგორ დავახასიათეთ აი სასწავლო პერიოდი, აი პროგრამები, თქვათ, ის პროცესი, რასაც სტუდენტები გადიან და ასევე პედაგოგებიც. ჩვენ ვიცით, რომ გაქვთ რაღაცა კონკრეტული გაცვლიდი პროგრამები მასწავლებლებისთვის და როგორ სწავლობთ? დავიწყებ პედაგოგებით. დღეს ჩვენ ვალეში ელექტროების პროგრამაზე ყავს არაჩვეულებრივ პედაგოგები, ადგილობრივები, რომლებიც არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები და ძალიან მიხარია, რომ მათთან თანამშრომლობ და ისინიც თანამშრომლობენ ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსმენელები მათგან ისწავლიან ძალიან ბევრ კარგ რამეს. რაც შეეხება მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს, ზესტაფონში და აქ უკვე ვალეშიც მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომელიც ეხება როგორც ზოგადად პროფესიულ განათლებას, ასევე და დარგობრივად სხვადასხვა მიმართულებებს, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას უფრო მეტი გაიგონ სხვადასხვა მიმართულებების შესახებ და შემდეგ უკან დაბრუნებისას გაუზიარონ თავიანთი იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება როგორც კოლეგებს, ასევე თავიანთ სტუდენტებს. რაც შეეხება პროგრამების მსვლელობა, რა თქმა უნდა, პროფესიული სასწავლებელი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი იმით გამოირჩევა, რომ პრაქტიკული ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამით არიან სტუდენტები და დატვირთულები თეორიულ სწავლებასთან ერთად. ელექტროების პროგრამას რომ შევეხოთ, ამჟამად მიმდინარეობს თეორიული სწავლება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენთან კოლეჯში უკვე მომდევნო წლის დასაწყისთან დაიწყება უკვე პრაქტიკული სწავლება და პრაქტიკული სწავლებისთვის ჩვენთან შექმნილი არის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული სივრცე, სიმულაციური გარემო, ესე რომ ვთქვათ, რომელიც მიახლოებული არის რეალობასთან და იქ უკვე ჩვენ სტუდენტებს შეუძლიათ, რომ ის მიღებული თეორიული ცოდნა გადაიტანონ პრაქტიკაში, რომ ეს სივრცე აღჭურვილი არის აბსოლუტურად ყველანაირი დანადგარით, მექანიზმით და ასე შემდეგ და უკვე ადგილზე ისწავლიან, ასე ვთქვათ, ამ ხელსაქმეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო ჩვენი მოკლევადიანი პროგრამები, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთანაც დაემატება ვალეს მისამართზე. ეს არის მაგალითად მიარმატურე მექარგინის პროგრამა, რომელიც გრძელდება 4 თვენახევრიანი და ეს არის ნამდვილად გამორჩეული, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პროგრამა, ვინაიდან 2 თვე მიმდინარეობს სწავლება თეორიული კოლეჯში, სადაც ჩვენს ყველა სტუდენტს აქვს სტიპენდია, რომელიც არის ჩვენი დამფუძნებელი კომპანია BK Construction-ის მიერ დაწესებული და 2 თვის დასრულების შემდეგ ჩვენი მსმენელები მიდიან თბილისში, BK Construction-ის სამშენებლო ობიექტებზე და იქ 2 თვენახევარი გადიან უკვე პრაქტიკულ სწავლებას, რეალურ სივრცეში, ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში სრულიად უფასოდ და იქაც აქვთ სტიპენდია. ალბათ ახლა თქვენს გაინტერესებს თუ რა არის ეს სტიპენდია და რა რაოდენობის არის. თეორიული სწავლების დროს თვის ჭრილში გამოდის დაახლოებით 300 ლარიანი სტიპენდია, ხოლო პრაქტიკული სწავლების დროს ჯამში 2 თვენახევარში არის 1800 ლარზე მეტი. რაც არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი და რახან შევეხე საერთო საცხოვრებელს აღნიშნავ იმას, რომ კონსტრუქტორი გამოირჩევა ასევე იმით, რომ ჩვენ ორივე მისამართზე, როგორც ზესტაფონში, ასევე ვალეში, გვაქვს საერთო
საერთოს საცხოვრებელი. სადაც დარჩენა არის სრულიად უფასო. ასევე დავამატებ იმას, რომ ჩვენთან სწავლაც არის უფასო, ვინაიდან ეს არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, გადაწყვეტენ სხვა ქალაქიდან ჩვენთან სწავლას, მათ რო არ რაღაცა დაბრკოლებების გადალახვა რო არ მოუწიოთ, თავაზობთ საერთო საცხოვრებელს, სადაც დარჩენა მთელი ამ სწავლის პერიოდში არის უფასო. და ეს საერთო საცხოვრებელი აღჭურვილი აბსოლუტურად ყველაფრით, იმისთვის რომ სტუდენტებმა იცხოვრონ ის პერიოდი, დაისვენონ, ისწავლონ, ასევე საერთო საცხოვრებელს აქვს საერთო სივრცე, გასართობი და მოსასვენებელი, რომელიც აღჭურვილი არის სამაგიდო თამაშებით, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი განტვირთვისთვის, წიგნებით, ტელევიზორით და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს რაღაცა სტუდენტური ცხოვრებაც გამოცადონ, დამოუკიდებლებიც გახდნენ და უკვე არიან რა ვთქვათ მსურველები, რომლებიც როდესაც გადავალთ ფიზიკურ სივრცეში, ისარგებლებენ ჩვენი საერთო საცხოვრებლით. ახალციხეში როგორ გიცნობთ ხალხი და ზოგადად როგორ ახერხებთ საზოგადოების ინფორმირებას, რომ გააცნოთ თქვენი კოლეჯი უფრო სიღრმისეულად და ბევრი ადამიანი დაინტერესოთ? კოლეჯი კონსტრუქტორი ვალეში, ასე ვთქვათ, ეხლა იდგავს ფეხს, მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონში უკვე 7 წელია ძალიან წარმატებით ფუნქციონირებს და უკვე გადამზადებული არის ძალიან ბევრი პროფესიონალი სამშენებლო ბაზარზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალიან აქტიურად ვიყოთ, ასე ვთქვათ, ჩართულები სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებში. წელს მოვიარეთ თითქმის ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული სოფელი, სადაც ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა, ადგილობრივი მოსახლეობას ვესაუბრეთ კოლეჯ კონსტრუქტორზე, ასევე ვესაუბრეთ ჩვენს ელექტროობის პროგრამაზე და თავიდან ეს იყო ძალიან დიდი სიახლე მათთვის, იმიტომ რომ სოფლებში ჯერ კიდევ არ აქვთ ინფორმაცია, ასევე არც ქალაქში, ასე ვთქვათ, ყველამ არ იცის, ამიტომ ვცდილობთ ხოლმე რომ სულ ესე აქტიურად შევხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, ვინაიდან გვაქვს უკვე მუნიციპალიტეტში ესეთი არაჩვეულებრივი შანსი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სრულიად უფასოდ ისწავლოს, კონდეს საერთო საცხოვრებელი და ერთ-ერთი რაც მოითხოვებათ, ეს არის მათი мотиваცია და მონდომება. სწორედ ეს საინფორმაციო შეხვედრებით ვცდილობთ ხოლმე ინფორმაციის მიწოდებას, ასევე რა თქმა უნდა, კოლეჯს აქვს თავისი Facebook გვერდი, სადაც აქტიურად ზიარდება ინფორმაცია და იმ შემთხვევაში თუ არის მოკეთ ადამიანი და გამომწერი, რა თქმა უნდა, ისიც ნახულობს ხოლმე ჩვენს სიახლეებს. ძალიან მიხარია ხოლმე ის, როდესაც სოფლებში ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, იქ გვესწრებიან ხოლმე როგორც დასრულები, ასევე ახალგაზრდები, ძალიან აქტიურობენ ხოლმე დედები და მშობლები განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეძებენ სიახლეებს. მიხარია ის, რომ მშობლებიც მიდიან ნენელა იმ, ასე ვთქვათ, დასკვნამდე, რომ არ არის სავალდებულო, რომ აბსოლუტურად ყველას ქონდეს უმაღლესი განათლება, ოღონდ უმაღლესი განათლება, რომელიც არის გამოუყენებელი. ან ძალიან ბევრი არის ჩვენს გარშემო ისეთი, რომელსაც დაამთავრა უმაღლესი განათლება და დიპლომი შემოდო სადღაც თაროზე და დღეს არის, ასე ვთქვათ, უმუშევარი და ვერ უპოვიათ თავისი თავი. ამიტომ მშობლებიც აქტიურობენ ხოლმე ძალიან ხშირად და მათი სურვილიც არის, რომ თავიანთ შვილებმა თუ შვილიშვილებმა ისწავლონ პროფესიულ სასწავლებლებში და განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენს სამშენებლო პროგრამებზე, დიდი ინტერესია ხოლმე მათი მხრიდან, ვინაიდან მოგიხსენებათ, რომ სამშენებლო მიმართულება რამდენად აქტიური არის და როგორ ვითარდება და აქედან გამომდინარე საქართველოს შრომის ბაზარი მუდმივად განიცდის დეფიციტს პროფესიონალების, ასევე ადგილობრივადაც აი ჩვენს ახალციხეშიც რომ მოვიკითხოთ, ძალიან ბევრი პროფესიონალია, მაგრამ ისინი არიან თვითნასწავლები. ანუ ან ისწავლეს თუნდაც ასე ვთქვათ ბაბუებისგან, ან სწავლობენ არ ვიცი რაღაცა ონლაინ სხვადასხვა პლატფორმებიდან, თუმცა როდესაც საქმე მიდის უკვე იქამდე, რომ მათ დაამყარონ ურთიერთობა სხვადასხვა დიდ კომპანიებთან, დღეს უკვე აბსოლუტურად ყველა კომპანია თითქმის ითხოვს შემცოდნის დამდასრულებელ დოკუმენტს და ჩვენთან
ჩვენთან ასევე დღესაც სწავლობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა კომპანია უკვე თხოვს მათი ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხშირად არის ხოლმე თუნდაც ზესტაფონშიც, რომ გონიათ, რომ იციან სფერო და დარგი, რომ როდესაც სწავლობენ თეორიულ ნაწილს, ხვდებიან, რომ თურმე რამხელა, ასე თქვა, ცოდნა არის საჭირო და რამდენიმე არ იციან, რაც არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ თავიანთ ეს რაღაცა პრაქტიკულად რაც აქვთ ნასწავლი, შეავსონ თეორიული, ასე თქვა, ცოდნით. ჩვენ ვიცით, რომ ამ პროექტის და ამ კოლეჯის დაარსება საკმაოდ ბევრი გამოწვევები უდგა წინ და გვესაუბრეთ ამ გამოწვევებზე, ასევე რა დაბრკოლებები შეგვხვდათ. რომ ვისაუბრო ვალის მაგალითზე, დღეს კიდევ ცოტა რთული არის, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ გვიცნობს ხალხი კარგად და ეს არის ალბათ დღეს ჩვენი ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ისეთი გამოწვევა, რომელსაც ვცდილობთ, რომ კარგად გავუმკლავდეთ და ასევე არის საზოგადოების დამოკიდებულება, როგორც უკვე ვახსენე, ის რომ, ასე ვთქვათ, კარგად არ აქვთ ცოტა რთული არის ზოგადად, თუნდაც აბიტურიენტობის ასაკში იცოდეს ზუსტად რა პროფესია გინდა. ასევე როდესაც არის ხოლმე რაღაცა წნეხი მშობლის მხრიდან, ეგეც ემატება და შეიძლება გაინტერესებდეს პროფესიული განათლება, თუმცა რაღაცა გასახანი არ გქონდეს. ამიტომ ეს გამოწვევაც არის უფრო მეტად საზოგადოებაში, რაც საჭიროებს ალბათ უფრო მეტ საუბარს და მშობლებთანაც, რა თქმა უნდა, საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება და რამდენად, ასე ვთქვათ, პერსპექტიული არის. პროფესიული განათლების ხიბლი ასევე არის ის, რომ ძალიან მოკლე ვადაში, დაახლოებით 4 თვეში, 4 თვე ნახევარში შენ უკვე გაქვს პროფესია, რომელიც არის შენი დასაქმების და კეთილდღეობის გარანტი. ამიტომ ადამიანები, რომლებიც რაღაცაით ცდილობენ, რომ წავიდნენ უმაღლეს სასწავლებელში, იქ ისწავლონ 4 წელი, ამიერიდან უკვე ალბათ 3 წელი და შემდეგ გააგრძელონ სწავლა, ნელა უკვე მე ეხლა რაც მხვდებიან ადამიანებთან ვსაუბრობ, მიდიან იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ეს აკადემიური სფერო და ნაწილი ამდენ ხნიანი მათი არ არის და ძალიან მიხარია ის, რომ მომართვიანობა უკვე არის, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დავიწყეთ ყოველდღიურად თითქმის შემოდის ხოლმე ერთი ზარი და შეტყობინება როგორც პირადად ასევე კოლეჯში, აინტერესებთ თუ შეუძლიათ ასე ვთქვათ, რომ შემოუერთდეს სასწავლო პროცესს. თუმცა ეს არის ერთწლიანი პროგრამა, ამ შემთხვევაში რაც გვაქვს ელექტროობა და უკვე მომდევნო წლიდან გამოცხადდება ახალი მიღება. ამიტომ გამოწვევა დღესდღეობით ჩვენთვის ამ ეტაპზე არის ჩვენი გაცნობა საზოგადოებისთვის, ისე რომ ყველა გვიცნობდეს მაქსიმალურად და რა თქმა უნდა ჩვენ ამ საინფორმაციო შეხვედრებს გავაგრძელებთ უკვე მომდევნო წლიდან, როდესაც ნელა მივახლოვდებით ახალი პროგრამების დამატებას. ძალიან კარგი, ასევე გვესაუბროთ უფრო ფართოდ ახალ გეგმებზე, რაც ამ კოლეჯში იგეგმება ახალ პროექტებზე. რა შეიძლება? როგორც უკვე ვახსენე, ამჟამად ჩვენთან სწავლა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, თუმცა უკვე მომდევნო წლის იანვრიდან, ანუ ახალი წლიდან გადავალთ უკვე ჩვენს ფიზიკურ სივრცეში, რომელიც არის ვალეში და ვალეში უკვე ყველა მიცის აბსოლუტურად ჩვენი მდებარეობა, სად ვმდებარებთ, იმიტომ რომ როგორც კი შეხვალ ვალეში არის, ასე ვთქვათ, დიდი შენობა და ჩვენ გვაქვს უკვე დაგეგმილი არაერთი აქტივობა და ღონისძიება, რომელიც უკავშირდება სწორედ ცნობიერების ამაღლებას და ჩვენს გაცნობას. დაგეგმილი გვაქვს ღია კარის დღეები, სადაც მოვიპატიჟებთ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც გავეცნობით, ადგილზე ვანახებთ ჩვენს სივრცეს, ჩვენს რესურსებს, ასევე გეგმაში გვაქვს სხვადასხვა სახის აქტივობები და პროექტები, რომელსაც განვახორციელებთ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და გარდა იმისა, რომ ეს არის სამშენებლო, ასე ვთქვათ, კოლეჯი და სივრცე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ დამატებითი აქტივობებიც შევთავაზოთ როგორც ჩვენს სტუდენტებს, ასევე ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ უფრო მეტად ესეთ არაფორმალურ განათლებაში, აუმაღლოთ ცოდნა და ცნობიერება ზოგადად პროფესიებზე, როგორ უნდა იპოვონ საკუთარი თავი ზოგადად იმისთვის, რომ შემდეგ აირჩიონ პროფესია და შემდგომში შეიძლება მათი ნაწილიც
უკვე გახდეს ჩვენი სტუდენტი. ასევე საინტერესო არის ის, რომ კონსტრუქტორს ზესტაფონში ყავს ამერიკელი მოხალისე ფისკორპის და შესაძლოა რომ მასთან ერთადაც დაიგეგმოს არაერთი აქტივობა ვალეში, ამიტომ ახალი წლიდან ძალიან ბევრი სიახლე გვექნება ვალეში და უფრო, ასე ვთქვათ, ხშირად გაიგებს ხოლმე საზოგადოებაც ჩვენს სახელს. თამარ, აგვიღწარა ის პროცესი, როგორ აი მაგალითად მე გადავწყვიტე რომ ვისწავლო ამ კოლეჯში. რა ეტაპების გავლა მიწევს მე აი ვთქვათ თუ არის რაიმე განსაკუთრებული გამოცდა ჩასაბარებელი ან თუნდაც რაიმე დოკუმენტი რაც უნდა წარუდგინოთ. კი ბატონო, ჩვენთან ჩაბარების პროცედურები დამოკიდებულია თუ რომელ პროგრამაზე გინდა რომ ჩააბარო. არის გარკვეული პროგრამების სადაც ინიშნება ხოლმე ასე ვთქვათ გამოცდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისაუბრეთ ჩვენს ელექტროობის პროგრამაზე, რომელზე სწავლებაც ახლა მიმდინარეობს. აქ არ ტარდება გამოცდა, მიმდინარეობს პირველ რიგში რეგისტრაცია, სადაც მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ. იქ არ საჭიროებს რომ წარადგინონ რაიმე სახის დოკუმენტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ უკვე ინიშნება სამოტივაციო გასაუბრება და თითოეული აპლიკანტი გადის სამოტივაციო გასაუბრებას კომისიასთან, სადაც ძირითადი ინტერესი არის მათი, ასე ვთქვათ, მოტივაცია, თუ რატომ უნდათ ჩვენთან სწავლა, რატომ აინტერესებთ ზოგადად ელექტროობა, რა იციან ელექტროობის შესახებ, საომლოდ როგორ გამოიყენებენ და სწორედ აი ამ სამოტივაციო გასაუბრების შედეგად უკვე ხდება აპლიკანტების გადარჩევა, მასევე ხშირია ხოლმე დაინტერესება კომისიის წევრებისგან თუ მაგათ მუშაობენ თუ არ მუშაობენ, თქვენ რამდენად შეუთავსებენ, კი, რამდენად შეუთავსებენ სწავლას და მუშაობას ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენთან სწავლება არის საკმაოდ აქტიური და დატვირთული, დაახლოებით 9-დან, დილის 9-დან პირველ 2-მდე არის ხოლმე სწავლება და უკვე როდესაც გადავალთ ფიზიკურ სივრცეში უფრო მეტად დატვირთული იქნება და ერთადერთი რაც მოეთხოვება ადამიანს რომ ჩვენთან ისწავლოს არის რომ კონდეს მინიმუმ საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და კონდეს მოტივაცია რომ ისწავლოს, კონდეს მონდომება და იყოს მზად შრომისთვის და სწავლისთვის. ძალიან ხშირად ჯერ კიდევ არის ეს მიდგომა, რომ გონიათ, რომ აი პროფესიულ სასწავლებელს ჩააბარებენ, არ ისწავლიან, არ ივლიან და ასე ვთქვათ, ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებენ. თუმცა ისე არ არის, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება პროფესიონალების გადამზადებას, მით უმეტეს ისეთ სფეროში, როგორც არის სამშენებლო, რა თქმა უნდა, სწავლა არის საკმაოდ მკაცრი, არ მინდა ეხლა შევაშინო ადამიანები, რომლებიც ახლა გვისმენთ თუნდაც გადაწყვეტეთ ჩვენთან სწავლა, თუმცა ნებისმიერი მსურველი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სწავლა იქნება საკმაოდ აქტიური, დატვირთული, ექნებათ რა თქმა უნდა სამიცადინოებიც და ეს პრაქტიკული ნაწილი მე უფრო მეტად ახალისებთ ხოლმე სტუდენტებს. ამიტომ მოკლედ ეს არის მხოლოდ მოტივაცია, მონდომება და მზაობა იმისთვის, რომ ისწავლონ და იშრობენ. რამდენად აქტიურობენ გოგოები ზოგადად? ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს რაღაცა სტერეოტიპები სამშენებლო მხრივ, ვთქვათ, გოგონებს არ შეუძლიათ სამშენებლო მხრივ განვითარება და ასე შემდეგ და თუ არის დაინტერესება გოგოების მხრიდან? ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე მეკითხებიან ხოლმე ამას, განსაკუთრებით ძალიან ხშირად მივიღე ეს შეკითხვა სოფლებში და პირდაპირ მეკითხებიან ხოლმე, რომ აი გოგონებისთვის რა გაქვთ, რა სასწავლით და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ ჩვენი კარი ღია ნებისმიერი ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა სქეს. გოგონები თუ არიან დაინტერესებული სამშენებლო მიმართულებით, არანაირი გაყოფა არ ხდება. რა თქმა უნდა, მთავარი არის მათი მონდომება. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვალეში ყავს 19 მსმენელი და 19-ვე არის მამაკაცი, თუმცა კონსტრუქტორში, კერძოდ ზესტაფონში აქტიურობენ გოგონები, არიან ჩართული სხვადასხვა სამშენებლო პროგრამებში და არაერთი პოზიტიური მაგალითი გვაქვს იმის თუ დღეს უკვე ჩვენი კურსამთავრებული გოგონები არიან, ასე ვთქვათ, ბრიგადები აბარიათ მუშების და ხელმძღვანელობენ მათ. ესეთი, ასე ვთქვათ, კარგი მაგალითები არის
მაჩვენებელი იმ ასე ვთქვათ სტერეოტიპების, რომელიც დღეს არსებობს, იმიტომ რომ თუნდაც შეიძლება ძალიან ბევრი გოგონა საინტერესებდეს, მაგრამ საზოგადოება, მეგობრები, მშობლები ეუბნებიან, რომ აი მან დარგინა, ეგ არის თუნდაც მამაკაცის სფერო. თუმცა ესე არ არის, გოგონებიც არიან, აქტიურობენ და ძალიან მახარებს ხოლმე მათი აქტიურობა. შესაბამისად, ნებისმიერ სქესის წარმომადგენლისთვის არის კარი ღია კონსტრუქტორის და იმედი მაქვს, რომ უკვე ახალ პროგრამებზე შემოგვემატებიან გოგონებიც და უფრო მეტად გენდერულად მრავალფეროვანი სივრცე გვექნება. რა კარიერულ მხარდაჭერას თავაზობს თვითონ კოლეჯი, უკვე კურსდამთავრებულ სტუდენტებს და დასაქმებაში თუ უწყობს ხელს? რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეჯის ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ კურსდამთავრებულებს დავეხმაროთ და დასაქმებაში. კოლეჯში ყავს ძალიან მრავალი პარტნიორი კომპანია, რომლებთან დასაქმება ხდება ჩვენი სტუდენტების და მათი მხრიდან მომართვენობა არის ხოლმე მუდმივი, იმიტომ რომ იციან, რომ კონსტრუქტორში, ასე ვთქვათ, კონსტრუქტორის კურსდამთავრებული ასოცირდება უკვე, ასე ვთქვათ, კარგი ცოდნის მქონე ადამიანად, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება უკვე პრაქტიკული გამოცდილება იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამფუძნებელი კომპანია BK Construction-ის როლი, რომელიც პირდაპირ სთავაზობს ჩვენს კურსდამთავრებულებს მასთან დასაქმებას და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც თუნდაც მიერმატურე მექარგილის პროგრამის დასრულების შემდეგ, რომლის ბოლო ორ თვენახევარს სტუდენტები სწორედ გადიან პრაქტიკულ ნაწილს BK Construction-ის სამშენებლო ობიექტებზე, სწავლის დასრულების შემდეგ რჩებიან ადგილზე სამუშაოდ და უკვე აგრძელებენ იქ თავიანთ პროფესიას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ჩვენი ელექტროობის პროგრამის პარტნიორი Energopro Georgia, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენს წარმატებულ სტუდენტებს უნიშნავს სტიპენდიას, ტარდება სწავლის პერიოდში გამოცდა და ჩვენი პარტნიორი კომპანია, ასე ვთქვათ, საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს უნიშნავს სტიპენდიას და უკვე როდესაც ხარ კონკრეტული კომპანიის სტიპენდიანტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შენ გიყურებს როგორც, ასე ვთქვათ, პოტენციური დამსაქმებელი. ამიტომ ამ შემთხვევაში ელექტროობის პროგრამაზეც ჩვენი პარტნიორი არის Energopro Georgia, სადაც ხშირად საქმდებიან ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი კურსდამთავრებულების სურვილიც თუ სად დასაქმდებიან. კონსტრუქტორი მათ თავაზობთ, ასე ვთქვათ, რამდენიმე ალტერნატივას და უკვე მათი გადასაწყვეტია ხოლმე, სად გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ გზას. ძალიან კარგი. და ბოლოს რა რჩევას მისცემდით აბიტურიენტებს, სტუდენტებს, რომლებსაც უნდათ, რომ მიიღონ ამ კოლეჯში განათლება და რა უნდა გაითვალისწინონ? კი ბატონო. მე ხარ მახსენდება ჩემი თავი, როცა ვიყავი აბიტურიენტი, ძალიან ის რაღაცა დაბნეული პერიოდი არის. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვიცოდი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არჩეული მქონდა პროფესია, მაინც გაქვს რაღაცა შიში, რომ გამოვა, არ გამოვა, შენ თავს იპოვე, ვერ იპოვე, აი შეცდომა რომ დაუშვა, მე რა უნდა ქნა. და ჩემი ერთ-ერთი რჩევა იქნება, რომ შეცდომების არ შეეშინდეთ, იმიტომ რომ სანამ რაღაცას არ გამოცდი და თუნდაც შეცდომას არ დაუშვებ, იქამდე შეიძლება სწორ გზაზე ვერ დადგე და ვერ იპოვო შენი პროფესია. მე მაგალითად ბაკალავრის სხვა პროფესიით ჩავაბარე და ასე ვთქვათ დავამთავრე, თუმცა შემდეგ მაგისტრატურა გავაგრძელე უკვე იმ პროფესიით, რომელიც ასე ვთქვათ ჩემი იყო და ჩემ თავი ვიპოვე. ამიტომ შეცდომების არ შეეშინდეთ და ასევე ეცადონ, რომ გქონდეთ კომუნიკაცია თავიანთ მშობლებთან. აუხსნათ თუნდაც ის, რომ არ უნდათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, იმიტომ რომ მე ესეთი არაერთი მაგალითი ვიცი, ანუ არ უნდათ სწავლის გაგრძელება, რაც ვფიქრობ, რომ არის ნორმალური, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა გჭირდება ახალგაზრდას დაფიქრება, ასე ვთქვათ, რაღაცა მოსუნთქვა, კი, ანალიზი. სამწუხაროდ საქართველოში ეს ჯერ არ გვაქვს. ანუ რაც მომდინარეობს მშობლებისგან ვიტყოდი, იმიტომ რომ საზღვარგარეთ არის ესეთი პრაქტიკა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მიდიან ხოლმე რაღაცა გასვლითი პროგრამებით სხვა ქვეყანაში, იმისთვის რომ თავი იპოვონ. მე არაერთხელ შეხვედი ვარ ესეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აი ივნისში დაამთავრეს სწავლა და სექტემბერში უკვე აღმოჩნდნენ სხვა ქვეყანაში და რომ ვეკითხებოდი, რომ აი რატო ხარ აქ, მიზეზი მათთვის იყო ძალიან მარტივი, იმისთვის რომ ვიპოვოთ ჩვენი თავი და უკან დაუბრუნდებით, გადავწყვიტოთ რა გვინდა. ამიტომ თუ აინტერესებთ მათ თუნდაც რაღაცა პროფესიული
სფერო და ხელსაქმე, ასე ვთქვათ, სწორი კომუნიკაცია ქონდეთ თავიანთ მშობლებთან, აუხსნან, რომ ვთქვათ, რა არის მათი ინტერესის სფერო, როგორ აინტერესებთ და აუცილებლად ქონდეთ კონკრეტული მიზანი. იმიტომ რომ როცა არ იცი რა გინდა, ძალიან რთულია რომ იმოქმედო და როცა იცი ზუსტად რა გინდა, ცდილობ რომ ყოველდღე რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით ამ შენ დასახულ მიზანს მიუახლოვდე. ამიტომ ეს ორი რჩევა იქნება, შეცდომებს არ შეუშინდნენ და ქონდეთ რაღაცა კონკრეტული მიზანი, რომლისთვისაც ყოველდღე იმუშავებენ და თუნდაც 9% ყოველდღე გადადგავენ წინ ნაბიჯს. დიდი მადლობა თამარ დღევანდელი ინტერვიუსთვის. მადლობა რომ გაგვაცანი თქვენი კოლეჯი, კონსტრუქტორი და წარმატებებს გისურვებთ ამ საქმიანობაში კიდევ ერთხელ. მადლობა ნინი მოწვევისთვის. სასიამოვნო იყო თქვენი გადაცემის ფარგლებში მესაუბრა კონსტრუქტორზე და იმედი მაქვს რომ მალე დაგიბრუნდებით სიახლეებით და ასევე ამ სიახლეების გაჟღერების შესაძლებლობა გვექნება თქვენი გადაცემის საშუალებითაც. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს მოსმენისთვის და დაგემშვიდობებით. გადაცემა მომზადებულია ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.